Გატაცება, წამება, ცემა 23 წლის ბიჭს თანატოლების სასტიკად გაუსწორდნენ. კურიერი პიესმა მოიპოვა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ სრულად არ ვასაჯაროებთ. კადრებში ჩანს არა ადამიანური მოპყრობა. პირადი ცხოვრების ამსახველი მასალით შანტაჟმა ახალგაზრდა ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. პოლიციამ სამივე ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით დაზარალებულს თანასოფლელები ფულის მიტანას აიძულებდნენ. უარის შემდეგ კი სახლიდან ძალით გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ. გატაცებას მეზობლებით შეესწრნენ. ახლა ისინი მთავარი მოწმეები არიან. მირიან ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ჩანაწერი, რომელსაც კურიერი პიესის სრულად არასაჯაროებს 23 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ასახავს. მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში მას ბანკოში წაგებული ფულის 20,000 ლარის მიტანას თხოვდნენ. თანხის ნაწილი $6,500 და $2,800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსცალეს. თუმცა სამმა თანასოფლელმა მას დამატებით კიდევ $10,000 ლარი დააკისრა. უარის შემდეგ კი სახლიდან ავტომობილით გაიტაცეს. დაუსახლებელ ადგილას მიიყვანეს და არაადამიანურად გაუსწორდნენ. გამომძალველებმა მამაკაცი გააშიშვლეს, დააჩოქეს და ვიდეო გადაუღეს. აი აქედან წაიყვანეს. ყველაფერი კამერებმა დააფიქსირა. მამამისი საზღვარგარეთ მუშაობს და ტელეფონში ნახა კამერის ჩანაწერები. როგორ იტაცებდნენ მის შვილს. ბიჭს აშანტაჟებდნენ. ფულს თუ არ მოიტან შენს შიშველ კადრებს გავავრცელებთო. ზეწოლას ვეღარ გაუძლო. სახლში დაბრუნებულმა თოკი აიღო და ეზოში თავის ჩამოხრჩობა სცადა. დედა მიუსწრო და ჩამოხსნა თოკიდან. ალი მამედოვი, ნურლან აბდულაევი და ეშგან გოროდალოვი. სამივე გამომძალველი პოლიციამ უკვე დააკავა. ბრალდებულების ახლობლები კამერებთან არ ჩნდებიან. საუბარზე მხოლოდ ეშგან გოროდალოვის დედა დაგვთანხმდა, რომელიც საკუთარ შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დაზარალებულის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ფული ჰქონდა დასაბრუნებელი და არ უბრუნებდა, მაგიტომ გაბრაზდნენ ბიჭები. ეს ვალი იყო, ფული ხომ უნდა ამოეღოთ. მანქანით წავიდნენ და თანხის მიტანას თხოვდნენ. არ უნდა ეცემათ, მაგრამ ბევრჯერ უთხრეს, რომ ფული მოეტანა. ბოლოს პოლიცია მოვიდა და ეშგანი წაიყვანეს. კიდევ 2 ბიჭი დააკავეს. რატომ? მათ არაფერი ისეთი არ დაუშავებიათ. გაუგებრობა იყო. 23 წლის მამაკაცის მიმართ ჩადენილ დანაშაულს თვითმხილველებიც ჰყავს. ადგილობრივებმა ნახეს თუ როგორ გაიტაცეს სახლიდან დაზარალებული. პირად საუბრებში ამბობენ იმასაც, რომ სამივე ბრალდებული წარსულში სხვადასხვა ძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდიდა. პატიოსნად შრომობს ეს ბიჭი. არ ვიცი რატომ მოხდა ეს. სახლიდან წაიყვანეს, მანქანაში ძალით შატენეს და გაიქცნენ ისე, რომ დახმარებაც ვერავინ მოასწრო. ძალიან ცუდად მოექცნენ. თანასოფლელები არიან. აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. სამივე დაკავებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების მიუხედავად, ბრალს არც ერთი არ აღიარებს. საქმის დეტალებზე არ საუბრობს ადვოკატიც. სამივე ფაქტური წინააღმდეგი არის და სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გეტყვით. არც ერთი მათგანი არ აღიარებს არც ერთ ბრალს. არც ერთ ეპიზოდს არ აღიარებენ. პროკურორი კურიერი პიესთან განმარტავს, თუ როგორ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე თანასოფლელებმა 23 წლის მამაკაცი. რომ არა დედის დროული ჩარევა ყველაფერი შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო. ახლა დაზარალებული გამოძიებასთანაც თანამშრომლობს და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბრალდებულების მხრიდან ეს ფულის გამოძალვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა არაერთი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ქმნიდა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ზემოაღნიშნული დანაშაული. მათ შორის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბრალდებულებისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, რომელშიც ინახება საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ როდესაც დაზარალებულს აღუკვეთეს თავისუფლება, მიმდებარედ არის განთავსებული ვიდეო კამერები, სადაც დაფიქსირებული არის გატაცების ფაქტი. გამოძალვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნა და შენახვა. ამ ბრალდებებით სოფელ სადახლოში მცხოვრებს სამ მამაკაცს ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს. მარნეულის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.